მოგესალმებით თვითონაც ტელემაყურებლებო. დღეშვენი საუბარი შეეხება ძალიან საინტერესო თემას. ჩემთან ერთად არის დღეს ვაჟა მანგოშვილი, თქვენი ცნობთ მას, ჩვენი მკვლევარი ფოლკლორისტი, მისტიური ცოდნის ერთგვარი მედიუმი, ბევრი რამ იცის ხალხიდან, საზოგადოებიდან და ძალიან საინტერესოა მასთან საუბარი. ჩვენ დღევანდელი თემა იქნება ფიქრობ რომ დღევანდელობისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, აქტუალური, ეს გახლავთ ასეთი სათაურით, ვინ არის გმირი და როდის იბადება იგი. ვინ არის ნეობრივი გმირი, ვინ არის ზოგადად გმირი, ერის წინამძღოლი და მედიუმი, როგორია ერი წინამძღოლის გარეშე, არის თუ არა ერი სრულყოფილი თემი, მასა თუ მას არ ყავს ბელადი მაგი. რა ხდება ისტორიაში და რა ხდებოდა ფოლკლორში, მითოლოგიაში, როცა იუღებოდა გმირი, მითოლოგიური გმირი, ეროვნული გმირი, როგორი ვითარება იქნებოდა მაშინ. ეს საინტერესო მოვლენა არის, ჩვენ შეგვიძლია თემაზე ვისაუბროთ დაუსრულებლად. ჩვენ ყავს უამრავი პერსონაჟები, როგორც ფოლკლორიდან, ასევე დიდი გენიალური მწერლების შემოქმედებიდან, როგორც ვაჟა ფშაველა და შოთა რუსთაველი გახლავთ, ამ ტიპის ზნეობრივი გმირები, მაგრამ ჩვენი ინტერესი უფრო გადახდილია ეროვნული ტრადიციული ზნეობრივი გმირის და მათი გმირობის ისტორიების შესახებ. თუ როგორ იბადებოდნენ ისინი და როგორ უძღვებოდნენ თემს, როგორი იყო თემის კულტურა, როგორი იყო თემი დაცული გმირთა, ზნეობრივ გმირთა, ასე ვთქვათ, ხევისბერთა, უხუცესთა და კითხულკაცთა მეოხებით. კითხულკაცი იყო ჩეული კაცი, ბატონო ვაჟა თქვენ კარგად იცით თემის და მას ეკითხებოდნენ ყველაფერს. ხევისბერი კიდე სხვა იყო, უხუცესი იყო ხუცესი, ხევისბერი იმას უფრო სხვა ფუნქცია ჰქონდა, უფრო საკრალური მისია ჰქონდა მას. ხოლო რა თქმა უნდა წინამძღოლიც იყო ის თემის, მაგრამ იყო კითხული კაცი, შეიძლება თოსტაკარის ყოფილი იყო მკურნალი ეს კაცი, რომელსაც სიტყვა ეკითხებოდა. კითხული კაცი იმიტომ ერქვა, რომ კითხული იმიტომ იყო, რომ ის კითხული იყო, შესაკითხი იყო, უნდა გეკითხა მისთვის. არ გადაწყვეტენ სოფელში რაიმე პრობლემას, რაიმე მოვლენას, ურთიერთობას მტერთან, მოყვარესთან. ისე თუ ამ უხუცეს არ ეკითხათ. აუცილებლად კითხავდნენ სოფელები და ერთი კაციო. ეს არის ჩვენი ფოლკლორული მითოლოგიის მოდელი, სოფლისა თავსა ვესახლე. სოფელი იყო ჩემს თავსა, არის ესეთი ფრაზა ფოლკლორული საინტერესო ფრაზა, როცა კითხული კაცი ამბობს, რომ ესახო სოფლის თავს, მაგრამ მასზე მაღლა მაინც სოფელი იდგა. იმიტომ რომ სოფელი მაინც სოფელია და იქ ხალხია და ეს არის მთავარი, მას უნდა მართვა სოფელს. ეხლა ეს ისტორიული გმირები და პერსონაჟები არიან ძალიან საინტერესო. შეიძლება ესენი იყვნენ, წეგან ვახსენეთ, ბატონ ვაჟას ეუბნებოდი, რომ ესენი ნახევრად ღვთისმშობლიც არიან ჩვენს მითოლოგიაში, კოპალა და იახსარის ტიპის, ასე ვთქვათ და პირქუშის ტიპის მეომარნი, რომლებიც იცავენ თემს ბოროტი ძალებისგან, ფაქტობრივად დევებისგან გაანთავისუფლეს ეს ჩვენი საყმო, ეს დევები ისეთი მოვლენა იყო ეს, რომელიც არის უცნაური უჟამო ჟამის დროის გადმონაშთი, რომელიღაც ცივილიზაციის ნაწილი, რომელიღაც დროში. ეს ომები დევებთან და ქაჯებთან იკვეთება, რომ იყო პრეისტორიული დროში, ქრისტემდელი დროის ამბებია ეს, რა თქმა უნდა, მაგრამ შემოსული ქრისტეს დროში, როგორც მითის სახით. ჩვენ ეს ომები მოვიგეთ, როგორც ეთყობა. ესე იგი, ამ ხთონური ძალების წინააღმდეგ, ხთონური სახითათო ძალების წინააღმდეგ, ქართველმა ერმა, იბერიულმა ცივილიზაციამ, იბერებმა, რომელსაც საუკუნეში გადავლახეთ ჩვენ ეს ბრძოლები. ქაჯებთან ომი, დიდი ომია ქაჯებთან, ვეფხისტყაოსანშიც არის ეს ომი და ეს ომი გახლავთ ვანდრეზო ცოდნაში, მითოლოგიაში. ძალიან ისეთ სახიფათო ომია. თემი ერი ებრძვის ისეთ მტერს, რომელიც თითქოს დაუძლებელია და რომელიც ყოველთვის არის. იქ არის შეკითხვა, რომ როდის არის ეს მტერი და როდის სრულდება მასთან ომი. ერთხელ მეც შემეკითხენ მაგას მოსწავლეები.
და მე უპასუხე რომ ჩემ პასუხი იყო რომ ეს ომი არ თავდება ჩვენ მოგონია დამთავრდა მაშინ იწყება თავიდან ომი არ თავდება ჩვენი ომი აი ხედავ დღესაც რომ ქართველი ერი ყოველ დღე გამწყვეტელ ომშია ეს არის პროცესი ერის თუ მოგეჩვენა რომ შენ დაამთავრე ომი და მოიგე იქ დამთავრებულია შენი საქმე ესე იგი ომი არასოდეს დამთავრდება ეს არის კანონზომიერება ეტყობა წუთის სოფლის და საწუთროსი ეხლა მე მინდა რომ აი ეს გმირები რომლებიც მოქმედებდნენ ამ სივრცეში იყვნენ მეტად საინტერესო შეიძლება ვთქვათ რომ კოპალა და იახსარი მე ვახსენე წეღან მაგრამ იქ არის თორღოძაგანი მაგალითად საინტერესო მეომარი არის და საკრალური პერსონაჟი გახლავთ ამას მთელი საყმოს იმედია თორღოძაგანი ის როცა დაიბადა მისი დაბადება არის მაგიური საინტერესო მას ერთ ბეჭდზე მზე ეხატა და მეორეზე მთვარე რომ დაიბადა ამოყვა ეს თან მაგრამ ამას მეორე ნიშანიც ჰქონდა უკაცრავად მესამე ნიშანიც ჰქონდა მას ჰქონდა ხერხემალი და ჯვარი ნახეთ რა საინტერესო ესეთი აპოტროფიული ნიშნების ის არის კომბინაცია რას მოგენიშნებს ეს ჩვენ ამ გმირის არსებობა მე ვთვლი ეს პირადად ჩემი ხედვაც არის რომ ეს გმირია შემოსული წინარე დროის პერსონაჟი ქრისტემდელი დროის პერსონაჟი შემოსული ქრისტეს დროში რომელიც აღიჭურა ქრისტეს ჯვრით ხერხემალზე და შემოყვა თავისი ნათობსა მაგია მზისა და მთვარის ელემენტები ეს მზე და მთვარე მეტად საინტერესო ატრიბუტებია ქართველი ერისთვის ბატონო ვაჟა თქვენ კარგად იცით ხოგაის მინდი მე ცალკე ეს თორღოძაგანი ამ ნიშნებს ატარებს და ეს ნიშნებია ფარული ნიშნები სხვათა შორის ეს მნიშვნელოვანია თემის ბელადისთვის ლიდერისთვის რომ რაღაცა დაფარული ქონდეს თუ შენ გამხელილი გაქვს ყველაფერი გახსნილი გაქვს კერი შეგიცნობს და იღუპები თორღოძაგანს ეს ნიშნები ქონდა დაფარული მას ქონდა ჯაჭის პერანგი რომელიც აშუქეს ხთონურმა ძალებმა ჯაჭის პერანგი ქონდა შემოსილი თან და არ უჩანდა ეს ნიშნები მისი მაგიური ნიშნები დაფარული იყო იმიტომ რომ არ შეიძლება იმის დანახვა შეიძლება გაეთვალა მტერს შეიძლება ზუსტად დაენახა და მოეკლა იმ ნიშნების მიხედვით ხო და ამდენად ის დაფარული იყო მაგრამ როცა მან დაკარგა ჯაჭის პერანგი ჯავშანი რომელიც მას ეცვა გამოუჩნდა ეს ნიშნები და ესე იგი იმავე დღეს მაშინ ის ტრებმა მოიგეს მტერმა ამოიღო მიზანში და თორღოძაგანი კვდება ესე იგი ეს მისი მიმანიშნებელია იცით ჩემოდ ვიფასებო ეს იმის ნიშანია რომ ერმა არ უნდა დაკარგოს საიდუმლო არ უნდა დაკარგოს შენი გადარჩენი საიდუმლო აი ეს არის ერთი მომენტი ახლა მეორეა ხოგაის მინდიერთო მახლავს საინტერესო ის არის ფაქტორი ეს ვაჟა-ფშაველას პაიმაში არის შესანიშნავი რა თქმა უნდა რა არის ვინ არის ხოგაის მინდი რა ტიპის გმირია ისაც მზის შვილია ზედამთვარე რომ მოვიდნენ საძენ შეწითლებოდა ცხრებოდა ესე იგი მზეს მოყვა ეს მისი დაბადება იყო კოსმოგონიური და ფიზიკა ლიდერა თემის ხოგაის მინდია და ყოველთვის იმარჯვებდა მისი ხელმძღვანელობით მისი წინამძღოლობით მისი ომით ერი თემი საქმო არ მარცხდებოდა მაგრამ ერთ დღეს მოხდა ისეთი ტრაგედია ესეთი რამ მოხდა რომ ის იყო ბრძენი და ისეთი რამ რომ მან ატეხა საკუთარი ახლა ეს ცელი თემა ბახლავთ რომ მან დაკარგა სიბრძნე რატომ დაკარგა იცით მან უარყო საკუთარი რწმენა და მერთან კავშირი დაკარგა ერთ დღეს ну ეს ულტიმატარული ოჯახური ყოფის მეოხებით ქალის არის ამაში მიზეზი სხვადასხვა მრავალნაირი მიზეზი გახლავთ ხო და მან როცა ბუნების ენა ესმოდა როცა იცოდა სად უნდა მოეგო ომი სად უნდა გაჩერებულიყო ბრძოლის დროს ეს ცოდნა დაკარგა მან და როდესაც თემა მოთხოვა რომ ის წინამძღოლად დაყოლოდა ერთ-ერთ საფრთხე ბრძოლაში მან უარი გამოაცხადა არ შემიძლია დაკარგული ნოხს ესეთი მაგის ნიჭი ცოდნა მან იგრძნო თვითონ რომ აღარ ქონდა ის ცოდნა მაგრამ მაინც დაიჩენეს
მაინც თხოვეს, მაინც აიყვანეს ომში და აი ვაჟა-ფშაველას გველის მჭამელი არის ტრაგედია, ერისა, სიბნე დაკარგული ერის ტრაგედია, თემის დაკარგა სიბნე დაკარგული ბელადის, სიბნე დაკარგული ბელადი წარუძღვა წინდა, სწორედ იქ შეიყვანენ სახელმწიფო ზონაში, სადაც დაიღუპა თემი და ინგრევა ყველაფერი. იქ არის სიზმარი, გენიალური ვაჟა-ფშაველას მზია სიზმარი და სადაც ეს ყველაფერი ჩანს, როგორ ინგრევა ერი, როგორ ხდება ეს რაღაც სამყარო. ხო და აი რატომ ვამბობ ამას მე და რატომ მინდა ამაზე ყურადღება გავამახვილოთ მე ბატონი ვაჟას გაამახვილეს მე დაუთხილ დროს და როგორც უნდა და რაც უნდა იმას იტყვის დღევანდელ ვითარებაში მე მინდა დავსვა კითხვა როგორ არის ჩვენი ერის მდგომარეობა რა დონეზეა ჩვენი ერის ცნობიერება ყავს ჩვენ თუ არა კითხული კაცი სწავლული კაცი წიგნობარი ბელადი ერის მაგი თუ არავის არ ჭირდება ეს აი არის ესეთი კატასტროფიული, ისეთი ლიბერალური ჟამი, როცა არავის არ სჭირდება გვირი და პერსონაჟი, ჭკუა კითხული კაცი. აი რომ შემოიაროთ ახლა მთელ პოლიტიკურ სამყაროში სივრცეში, ვერ ამოვარჩევთ ადამიანს, რომელიც თქვა იგივე ესეთი განსწავლული იქნება, ესეთი ინტელექტუალური იქნება, გესმით, აი ხო გაისმინდია ხო არ იყო, ის იყო წინ ალბათ არ ქონდა რა თქმა უნდა, დაკითხული მაგრამ იცოდა სიბნე ბუნებს, ყველაფერი იცოდა მან, ყველაფერი იცოდა. ხო და აი ვერ ნახავთ ისი არ არის გადახრა იმ მხარეზე რომ ერი იყოს ცნობიერებაში ერის ცნობიერებაში და ინტელექტუალური შინაგანი ერის ენერგია ეხლა მე არ ვამბობ კრიტიკისთვისაც ვამბობ ამას და არ მინდა ეხლა ეს პოლიტიკური გადაცემა იყოს რაღაც ვაგებით მაგრამ ზოგადად მაინც უნდა შეიგრძნოს რაღაცამ რომ აი დღეს ამ ანარქიის პერიოდში ადამიანი ვის ეყრდნობოდა ერი როგორც თქვი კითხულ კაცს შეულ ადამიანს ხელის ბერს შეიძლება ის მოძღვარი იყოს შეიძლება მეომარი იყოს შეიძლება სახელმწიფოს მეთაური იყოს მაგრამ შეიძლება იყოს მწერალი ინტელექტუალური აი დავით აღმაშენებელს რომ ეჯდა და ჰყავდა ბრჩეველი ჭყონდიდელი აი გენიალური ჭყონდიდელი რომელიც დავით აღმაშენებელს სჭირდებოდა ჭკუის გონების გონიერებისთვის საკუთარი გონიერებისთვის არ აყდა მას ხო დავით აღმაშენებელს სიბრძნე მაგრამ სიბრძნეს ისიღებდა იქი და აი ესეთი ხალხი რო ყავდა მორჩეული ვერ ნახავ ჩვენ დღევანდელ პარლამენტში ვერცერთ მწერალს ვერცერთ ინტელექტუალურ ადამიანს ინტელექტუალს როგორ არ ნახავ მე არ შეურაცხყოფას არ ვაკეთე მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ისეთი წიგნობარი ხარ წიგნობარ თუ ხუცესი ხარ წიგნობრობის მფლობელი ხარ ეს იმას არ ნიშნავს ბატონო ვაჟა მე აი ფიქრობ ყოველთვის და ვამბობ რომ აი ახლა თქვა ჩვენ პრეზიდენტი ყავს ნორჩეული არა ეს ხო უნდა დაუჯდეს პრეზიდენტი მე კაი ბიჭია კარგად თამაშობს ფეხბურთს მე დიდი სიმპათია მქონდა მაგრამ აი როცა ახლა პრეზიდენტად გამოცხადა უკმარი გახდა ჩემთვის უცებ რატომ იცი ფიქრობ ახლა ის რომ და ჩინეთის პრეზიდენტთან უნდა დაჯდეს ამერიკის პრეზიდენტთან უნდა დაჯდეს სასაუბროდ ხო აგერ თუ გინდა აზერბაიჯანის მას ხო უნდა ქონდეს ქართული მითოლოგიური ინტელექტუალური ეს ისეთი რა არა მარტო განათლება არამედ კოდი ის ხარმა კოდი რომელიც მას მიცემს იმის საშუალებას რომ მოახედოს აქეთ ის ვიღაცა ვისაც დაუჯდება ის დიდი იქნება თუ პატარა იქნება თუ დიდი ერის თუ მცირე ერის ისა აი ეს პრობლემა გვიდგას ჩვენ დღეს რომელი გამოვა ახლა თქვენ მითხარით ბატონო ვაჟა აი რომ გამოჩნდეს თქვა ტრიბუნაზე ტელევიზიით და მიმართოს ერს მიმართოს რა გჭირთ ხალხო რატომ ჭამთ ერთმანეთს აი ეს არის რა არის ისეთი საომარი რომ დავანგრიეთ მთელი ქალაქი რა ხდება ეგეთი რა უნდა ევროპასა რა გვინდა ჩვენ გაჩერდეთ მოისმინეთ პატრიარქმა თქვა სიტყვა რომ არ გინდათ ეს შეჯახებები ისა ნუ გააკეთებთ ამას გესმით მაგრამ აგერ გამოვიდა და პატრიარქი აი ახლა ამაზე ამბობენ არ იღებენ რჩეულ სიტყვას ბატონო ვაჟა ეს ლიბერალური სამყარო მთლიანად გარეცხილია მორალისგან მთლიანად გაწმენდილია ვაჟა-ფშაველას შესანიშნავი წერილი და დავამთავრებ ამით რა არის თავისუფლება ვაჟა-ფშაველა ამბობს რომ თავისუფლება არის მორალი ადამიანთა მორალშია თავისუფლება არ შეიძლება თავისუფლება იყოს გამოხატვის თავისუფლებაში ალაფის კეთებაში რაც მოგინდება უმორალო თავისუფლება არის
ანარქია და ველური თავისუფლება. ჩვენ მოგვინდა ეს ველური თავისუფლება უცებ და დაგვეკარგა ეს ზნეობრივი კატეგორია თავისუფლების. როგორ შეიძლება ადამიანმა იყო ისეთი თავისუფალი, კიდე შეშველი დაждდე, კიდე რაც კიდე ქნა და ასე იბოდიალო ქუჩაში, ტელევიზიაში ილაპარაკო ის რაც გინდა, რაც პირდენ მოგადგება და ყველაფერი ეს თავისუფლებით გაამართლა და გამოხატვის თავისუფლებით. ეს ხომ კატასტროფაა. აი ეს მანდეთ მიმართებით. და ამიტომ შეიძლება ჩვენ ზნეობრივი გმირი ერის ბელადი თავანდელ დროში მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ პრობოზია დაყრდნობილი ყველაფერი და დღეს თვლიანო არ გჭირდება ლიდერი. აი ჩვენ მასა ვართ და გადავწყვიტავთ ყველაფერს. როგორ შეიძლება მას ამ გადაწყვეტას მე არ ვიცი თუ იმას ჭკვიანი კაცი არ ყავს ბატონო ვაჟა. ეხლა მე მინდა ერთი კარგი ფილმი გაგახსენოთ თქვენ ჩვენი ბავშვობის დროინდელი ეს არის თეთრი ქარავანი. რომლის ავტორი არის მერაბ ელიოზიშვილი. აი ამ სცენარში, ნაწარმოებში და აი ამ კინოფილმში წყელთა ცხოვრება ყიზრაის საზღვრებზე კასპიის პირას და ერთ-ერთი პერსონაჟი მარტი ახლოურის ვაჟი გელა გულს აიწვევს მეცხოვრებაზე, უღალატებს თავის პროფესიას და უღალატებს თავის შეყვარებულს მარიას. აი ამის გამო ქაიშხალი ამოვარდება, ერთ მთელი ცხვირსფარა კასპიის ზღვაში შთაინთქმება და შეეწირება მთავარი გმირი და ამტყუნებენ აი ამ გელას რომ ვაჟია მისი ძმა მუშტებს დააყრეს შენი ბრალიაო და მე რა დავაშავეო. რაშია გელას ბრალი? როცა ერთი კონკრეტული პიროვნება თავის პროფესიას, თავის მოწოდებას, თავის სიყვარულს ღალატობს, ქაიშხალმა წალეკა ყველაფერი და წლობით ნაგვები თავდაყირა დააყენა. აი ეს თეთრი ქარავანის სათქმელი. ანალოგიური რამე ხდება ახლაც. თუ კი ადამიანი თავის მოწოდებას ღალატობს, თუ კი ადამიანი არა თავის სიმაღლეზე, მაშინ ვიღუპებით. მაშინ დაღუპა გარდაუვალია. ეხლა კითხვა ისინს, რომ ეს გმირი საერთოდ რაში ჭირდება უფალს. საქმე იმაშია, რომ არსებობს ზენას სამყარო, არსებობს ქენას სამყარო. ზენას სამყაროს არსებებს ღვთისმშობლებს არ შეუძლიათ ქენას სამყაროსთან ისეთი ურთიერთობა ხელს უშლით ჩვენი ცოდვიანი გარემო და არაწმინდა გარემო. ამიტომ როცა ისინი გეხმარებიან ოქროქსოვის გააფენდნენ ატმოსფეროზე, ზედგებოდნენ, იქიდან ხმაურდნენ უცრაული იარაღს ცეცხლის გამჩენს. ამდენად იმიტომ ჭირდება მას ამ კადრე და ამ კადრემ უნდა გადაიფინოს არის საკადრისი და არც მან შეაწუხო თავის სუნთქვით, რომ მასზე დავძანდეს ღვთისმშობელი და დაესაუბროს და ღვთისნება გაუცხადოს. ანუ ჩვენ რო გვინდა რომ უფალი შეგვეწიოს, ასე ვერ შეგვეწება. საჭიროა ის ხალხი, ვინც ბატონმა კომამ თქვა, მედიუმები, რომელიც ჩანს ძალიან კარგად ქართულ სიტყვაში, მამაკაც სახელში იმედო. ვაჟები იმედიანნი ჩვენს ბატონს ებედებისა, იმედიანი ვაჟი ის კი არ არის, ვისაც ღვთის იმედი აქვს. იმედიანი ვაჟი არის ის, ვისაც პირიქით უფალს აქვს მისი იმედი, რომ ის ნათქვამს, მის საკეთებელ საქმეს, მის პოზიციას ერამდე მიიტანს და გაატარებს. როცა ეს მედიუმი და შუაკაცი და შუამავალი აღარ არსებობს, აი მაშინაა კრიზისი. ამიტომ ზნეობრივი გმირი გჭირდება იმიტომ, რომ ზნეობრივ გმირზე გადმოვიდეს და გადმოიღოს ეს საებრივი მადლი და ჩვენამდე მოაღწიოს. აბარაკ ვაჟაფშაველა თავის კაიყმაში გასამობს, რომ ზაფხულში სიო დაბეროს დაათროს როცა ყინავდეს. მზე დიდგეს ხერსულის და უყარ შუქს ამანარავდეს. კი მაგრამ არ შეუძლია მზეს და არ შეუძლია ღმერთს რომ აი შუქი კაიყმის გარეშე ჩამოლაროს. თუმე კანონია ესეთი რომ არ შეუძლია. უნდა იყოს პიროვნება, ვის მხრებზეც გადმოეფინება ეს ღვთიური მადლი და ეს მადლი გადაეფინება ქვეყნიერებას. და ვინა კაიყმაო, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, სწორ ფიქს აძლევდეს თემსოფეს და თავარი სათქმელი ამ ლექსში არის ცდუნება არ აზირავდეს. ვინც ეხატეყანკობამ ჩამოთვალა, დაადეთ ხელი აბა დღევანდელ საქართველოში ადამიანს, ვისაც ცდუნება არ აზირავს. დაადეთ ხელი ადამიანს, ვინც ზვიადაუივით აზროვნებს, რომ წამოა ჯარეგაშია, გიშველი ჯიხვის ზიდვასა
წილს კი არ მოხდა ვიცოდე თავს არ ვაკადრებ ამასაო რა უნდა აკადრო 1 კილო სამწოდე რომ გაუყურო შენს ოჯახობას ეს უკადრებელია არ ეკადრებ იმიტომ რომ სადაც არ მიხნავ ძმობილო იქ უკვე იქ სადაურიაო აი ეს არის ზვიადაურის კოდექსი აი ეს ზნეობრივ გმირებს თავიანთი რჯული თავიანთი მათ სიტყვა გააჩნიათ თავიანთი პოზიცია გააჩნიათ და ეს თუ მათ დაანგრია ანუ ანგარებას გამოეკიდა ინგრევა ყველაფერი კერძოდ როცა მარტია მისროული მიეხმარება ხევსურებს და შესთავაზებენო მან სანაცვლოდ და სამადრობრად ქალი აიჩიო და წაიყვანს ჟუს გავხარდება და მათი სიძე გახდეს პასუხი ხმალი აღარ გამიჭრეს ესე იგი მერეოს გავაკეთო სახეს ხმაზე აგაცვლიო ანალოგიური ამბები ხდება ვაჟამშაველას ლექსში წილის ხრა როცა თქვენ რო გიყვათ ხიჩლე ბაბურაული ზის უკვე გამარჯვებულები არიან მივიდენ რომ წაიყვანით 12 ხარე შენიაო ეს ხიჩლა ქეც გვერდზე გასწევს არაფერი არ მინდაო და მიზეზი ეუნება ხატან ესე მაქვს პირობა კვლავ შეგვეწევა ღმერთიაო ანუ შენ თუ კი ამ ქვეყანაზე ანგარები ცხოვრობ ადამიანი ვერ იქნება მედიუმი და შენი მეშვეობით ერი გადარჩება მოდი დიდხანს თავს არ შეგაწყეთ მაგრამ აუცილებელია შევაწუხო ისევ დიდი აჩრდილები კერძოდ იოსებ ნონეშვილი წინვალი ახსანს პოულობს იმისას რაც გჭირს რასაუნს დიდი მგოსანი დიდგორით დიდი გული აქვს ქართველს დიდგორით დიდი იმედიც არის კი მაგრამ დიდი იმედი იმიტომ აი დიდგორით ჩვენ მოიგეთ ეს ბრძოლა არაპროპორციულად ცოტანე ვიყავით და ბერს მოვიგეთ რატომ აი მე იქ რაღაც სხვა მოხდა დიდგორში მაშინ დაარსებულ სანთლებს არ ჩაქრობიათ ჯერ კიდევ ვალი ხმა დიდგორისა დედების როცვად ხმა დიდგორისა მამების სიცხვად გიხმდა მებრძოლს გლეხას უმგოსანს სამშობლო ვიხსნათ დიდგორით მტერი შემდეგში ვძლიეთ გმირი არტილი მრავალგზით ვიხმეთ იქნებ დიდგორით რუსთველის გმირებს აღებინებდა ქადეთის ციხეს თუ და გაუგებარი ლოგიკა როგორ უნდა აიღონ ქადეთის ციხე გმირებმა მათ გამოიყენეს ის საომარი ტექნოლოგია რაც გამოიყენა დავითმა დიდგორის ძველზე თუ სხვა რაღაცა შეასაქმე ან გმირი არტილი მრავალგზეს ვიხმეთ რომელ გმირი არტილზე საუბარი დავით აღმაშენებელზე ჩემი ზღმა წმენით ეს გმირი არტილი არის წმინდა გიორგი რომელიც საქართველოს არსებობის მანძილზე მრავალგზის შეეწეოდა ქვეყნიერებას თითქმის ყველა ბრძოლაში ხან ჩუმად და ხან საჩინოდ აი დიდგორის ბრძოლაში სახილერად ხედავდნენ უცხოენიც მტრები რომ წმინდა გიორგი გეხმარებოდა ზევიდან თავზე დაბრუნავდაო აქედან გამომდინარე კითხვა ისმის 31 წელი გავიდა დავით აღმაშენებელის აღსაყრდენიდან დიდგორის ბრძოლამდე რატომ შეგვეწია წმინდა გიორგი რატომ დადგა დიდგორი რატომ ეწოდება აი ამობს ძლევაი საკვირველი რა მოხდა აქ ისეთი საოცარი აქ ტექნოლოგიაზე არაფერი არ არის საუბარი რომ მეფემ გამოიყვანა 200 კაცი შევიდა ეგ ჩახერგა ეს ყველაფერი მისაღები და გასაგებია აქ ყველაზე მთავარი ისაა რომ დიდგორის ომს წინ უძღოდა მთელი ერის და მთელი მეომრების წმინდანობა მოწმინდარეობა მან აკრძალა აი ამ ომში საომარი ერის გაწმენდა ერი გაწმენდა დიახ ანეკდოტებია შეიძლება საისმაკოს სიმღერანი ლინძღვა ბილციტყვა ყველაფერი აკრძალული იყო ანუ ძლევაი საკვირი იმიტომ კი არ ქვია რომ ჩვენ ძლიეთ იმ ილღაზი ლაშქარს რომ ხალხმა ძლია საკუთარ თავში აი ამ გველს იმ გველაშავს რასაც ბატონი ჯემა დავლიანი ეძახოდა ტაძარიაო კაცში გველდეზი ის გველი საკუთარი თავიდან გამოდის და ის მინაგიოგი თავს უჭეჭყავს აი ამას ძლიეს როცა დაძლია ხამახა საკუთარმა ეგო და ზეზეგი მათთვის იყო ყველაზე მთავარი ეს კი ჩანს კიდევ სიტყვაში ეჰა არა საქართველოს მეუბრებო ეჰა მეომარო ქრისტესანო თუხტის ჯული დასაცავა წესია და ვიბრძვით აი ეს წესია ბრძოლა და ამიტომ მრავალგზეს ვიხმენ წმინდა გიორგი და წმინდა გიორგი მრავალგზეს შეგვეწეოდა თუ რამე დიდი ბრძოლა არსებობს ერთ-ერთი უდიადესი ბრძოლა ხრესილის ბრძოლა თუ არ მეშლება 1757 წელს გაიმართა. მთელი 400 წელიწადი წვეთას ყიდვა იყო. ვერავინ არ გააჩერა ეს უბედურება და ეს ტაიფუნი, ეს შავი ჭირი. ამა გააჩერა მეფემ. როგორ გააჩერა მეფემ რა ქვია სოლომონ პირველმა ეს ბრძოლა.
ტექნოლოგიით მარტო საომარი ამ რაზმების გაწყობით, რა თქმა უნდა, ბევრი რამით, მაგრამ ფიცის კაცებით და ფიცის კაცებმა იმ 1000 მაგალითად რა შეფიცეს მეფეს რომ ის წავიდა ისეთ ხელოვნებას, ბრძოლის ხელოვნებას, რომელიც ომში წაადგებოდათ, ადამიანების საკავ სიტყვას არ უღალატებდნენ, რა თქმა უნდა, ესეც იყო, მაგრამ თავარი ფიცის იყო, რომ უნდა ყოფილიყო 1000 ადამიანი წმინდანი ერში, მებრძოლები, ვინც წმინდანობდა და აი ამან მოგვაგებინა ჩვენ ეს ბრძოლა. ამიტომ შემიძლია თქვა, ჩვენაც ომი მოგვიგია, არ მოგვიგია მარტო ხნით. ქუძე კაცი ბრძოლობდა, ქუძე კაცი როცულობდა და ქუძე კაცი წმინდანობდა. თუ ეს პროცესი არა, შეუძლებელია მაშინ რაიმე ომის მოგება. ამიტომ როცა დევი შევა და ერთხელ თქვა ბატონმა კოპავნო უნდა კართანას ვაჟა წავიყვანოთ, დევი და კოპარა შეარიგონო, იხუმა მაგყურობაში სიმართლე ნაწილია, იმიტომ რომ უნდა დავინახოთ იმ მოწინააღმდეგეშიაც სიკეთე. კერძოდ, დევის დედა მალავს აი ამ ადამიანს. დევი შევა და ეუბნება რომ ადამიანს სუნიცემს, არა გეჩვენებაო. კი მაგრამ აქეთ ჭირია და იქით კიდე ის აი იმათაც იდეა სტუმარი ღვთისაა. იმათაც იციან დანდობა. სტუმარმა ხინძელი ვითარი, ვაჟებს რა თქმა უნდა დაინახოს ეგ იმ ნეგატიურ ასელებშიაც კი და ქვია არის რაღაცა პოზიტიური. კერძოდ რა არის პოზიტიური? პოზიტიური არის ის რომ როცა ნიჭავს დაუდებს ნაცალქეკია და ნაცალქეკია აჯობებს თქვით, ის გაეცლება კამიდამოს უთმობს. როცა კოპალა ქვის აჯობებს კამიდამოს უთმობს. რას ქვია ნიჭლავი და დედა ნიჭლავი წააგე. ესე დღეს რომელი მტერი დაგიძო თავის სამოსახლოს. 1000 ისინი ცვივა გეტყვია მკევები და ბომბები. დასკვნა. ისინი სიტყვის ხალხი იყო, სიტყვის არწებები იყვნენ. ეხლა რაც ყველაზე მთავარია, კოპალას ქვა. რა არის ეს ქვა? რაც მაღალს კაშია კართანასთან. აი როგორც მოსე იჯდა და აარონი და ორი უჭედნენ მკლავი და ლოცულობდა ქვაზე და იმაჯვდნენ ებრაელები. კოპალაო დადგებოდა ქვაზე ამ კოპალას ქვაზე და ლოცულობდა, მაშინ ეს იგი იმაჯვდა ქართველი ხალხი. ესო შეამჩნიეს დევებმა ეს კოპალას ქვა მოიპარეს და ბოლო რაძალა აქ აი ამ ქვას, რომელიც მოიპარეს და ბოლოს გააგდებინა. ეს იყო ნალოცი ქვები, რომელ ნალოც ქვებსაც უზარმაზარი ძალა ჰქონდა და დღესო ჩვენ ხედავთ ძეგლებს მთელ სოფლიოში, როდესაც ის ძეგლი დგა, როგორ ქვია, კვარცხლბეკზე, ეს კვარცხლბეკზე იმიტომ კი ადგა, რომ სიმაღლე აწიოს ძეგლს, კვარცხლბეკი არის აი ამ ქვის სიმბოლო. იმ ქვაზე უნდა იდგე, იმ წმენაზე უნდა იდგე, იმ სიყვარულზე უნდა იდგე. აი ესაა ის გადასვლაც უნდა გამოვიტანოთ. ეხლა მე მსულ თავისთავად ცხადია არის რომ ეს ამბები და მოყოლა გავაგზელო კერძოდ ბატონმა კოპამ ძალიან კარგად სამორი სიტყვის მნიშვნელობა რაც არის მირეული და ნალახი. ანუ ეს ხალხი ყველგან იყო, საოცარი ყველგან იყო, როგორ გაბედავდა ადამიანი მარტო ქადის მიტანას. იმ დროშას რაც მოსავს, როგორც შენდება დროშა, ხევისბერი აშენდა, ხევისბერი აგება ხდება, ზედ არის ჩვენი ქალბატონების, დედების, დების შიბები, რაც გუნკეზე უშენებდათ და მანდილები, ანუ საკაძრიცები, მას წირავდნენ. ანუ მდედრული საწყისია, ეს არის სიოცხლის ხე. ამიტომ ხევისბერის ხელში, როცა ეს წმინდა ყველაზე მთავარი ხატის სიმბოლო დროშა უკავია და აი ამ დააშღარუნებს, დედების ხმა ისმის, ქალების ხმა ისმის და რომელიმე ქალს რამე შეეჩაროს და არაწმინდა ფიქრით კი გულში გაიროს, მისი შვილები, მისი ძმა და მისი მამა იწნევენ აი ამ უბედურებას ბრძოლის დროზე. ამიტომ მთელი ერი წმინდანობდა ქალიც და კაციც. აი ამას საკადრიცები ერქვა. საინტერესოა. თუ რამეს გაჭარბებ ჩემო ხო, მე დაგითხოვ კი ბატონო. არა, გაგზელეთ, მაგრამ მე ჩავერთვები ერთ მომენტს. ძალიან რა თქმა უნდა. მორალური ამბავში. ძალიან რა თქმა უნდა. აი ქალის ფენომენი ხა საუბარი და რამისია ქონდა აი ქალი როგორ იქცეოდა თემის ნეობრივ სახედ. ნახეთ, ის ქალი იქცევა ბატონო ვაჟას ნეობრივ სახედ. ის ქალი კი არა რომელიც თემს აკეზებს, ტრებს აკეზებს ეცმენტისაგენ ამას თუ იმას ვინც არ იგებს ის მანდილს უგდებდა ქალი ყოველთვის ძირითადად და იყო ქალთა ტიპი
ფოლკლორი ამბობს ამას და საოცარი რაღაცა არის რომ ქადაგმა თქვაო რომ მოვა ქალი სხვა თემიდანო და აქო სოფელი მოაგდებს სოფელსო ეს სოფელი არის გურო იქ თათელი შუღლის წილეთელი იყო ხო შატი და გურო 1900 დალივნა კიდე მეორე ამბავია ეგ მეორეა იქ არის ერთი ნასოფლარი რომელსაც ქვია თათხელი სოფელს თათხელი ქვია და დალივნა თათხელიონი დიაცდა ენობამაო მე ბევრი რამე არის და აი ამ ქალების იმ ენას ეს სოფელი მოუწყვეტიან ერთმანეთს აკიდეს იქა და აი გუროც როგორ თქვი შენ და გურო და შატილი წაკიდა ქალმა წაკიდა ხუთჯერ შევიდა ქორწილში და უთხრა ხალხს რომ აგერ ყანაში არის გამოსული აგერ მეზობელი შატილიონების ცხენები წოვენ აფუჭებენ და როცა შეთრო არ მიაქციეს ყურადღება ჯერ მაგრამ როცა შეთრო ხალხი აი ხო ემოციური ხალხი აგერ მიტინგებზე რო იყო ეგ მაგდაელის რომ მიიღო გესმის ემოცია ხო ექსტაზი გამოვიდნენ ესე და დროხად შემოაჭრეს თუ რაღაცა მაქსავაბით 2 წელიწადი ბრძოლამდე ეს საბაბით რა ამოწყდა ორი სოფელი ორჯერ გააგდეს ის ქალი შიგნით შემოსული წადი ქალო დავანებე თავი მაგრამ მე ბოლოს კიდე რომ ესე იგი მოითხოვა აბა მეორე მომენტია იცი გეტყვი ვაჟაქვე მინდა რომ აი ტყვეები ყავთ ხევსურეთიდან და ხმას არ მოიღებენ ქალები რომ ეგენ ჯერ ხეს აგვახლებენო ქალები ტყვეები ყავთ წაიყვანეს იქით ლეკეთის კეთო სადღაც ვიყავ აი დათაში რო არის ვიყიროთ ქალებო ვიყიროთო იქაც იყო ეგ ვარიანტი ვიყიროთო მაგრამ ერთ-ერთმა ჭკვადარდარმა ხმა არ მოიღოთო ქისტები ჩვენ არ სადაგუშავებენო რა თქმა უნდა ჩაიარეს შატილზე და შატილში იყვნენ დედიწმანი ამ ქალების და უთხრეს რომ იკივლეთო ჩვენ დედიწმანი გამოვლენო და არ გაგვატანენო მაგრამ ამ ქალმა უთხრა ერთ-ერთმა მათგანმა რომ ეხლა ჩვენ ამბავი აქვს ეხოთ აქო გამოვლენ ისინი დაუწყებენ ერთმანეთს ომს და დაიხოცება ისაც ესეც აქედანაც და ჩვენ დაგვიყვანო და მე გამოგვიშებენ ისინი ასეც მოიქცნენ აქვე და ესეც მოიქცნენ ბატონო კობა ესე იგი ჩვენ დროში ჩავეტიოთ მე მინდა ის კითხვა რა კითხვა თქვენ დასვით რომ რა საჭიროა მეუბნები გმინდა როგორ დამოვიცეთ და სადვეძიოთ როგორ გადავჭეთ ისევ ვესტუმროთ ვაჟას და ისევ ვესტუმროთ მინდიას ანუ აი ამ დროში ამ მისტიურ აი ამ ქარიზმულ ასე ვთქვათ ამ სატანისტურ დროში როგორ შეიძლება გაჩნდეს გმირი რომ ვუკვირდები თავს არ ვემდური მეტადა მათ ძალთვლი ათასობითა ცოდვა სამ რჩება კენტადა ზღვადო ცურავ ნეტარებისა წვერი ხელთამავს კათისა უფლის და მის ამსახურთა ლოცვა კურთხევა მამდისა კათაში ვარდი მეშლება თავზე მანანა დამდისა მადლობელია მშობლისა ჩემი გაჩენის გაზისა და თუ ცოდვები მომჭარდა ზუმ შანგი გული ბნელია ცდილობ რომ რაღაც მიმღერო სიტყვა გავლესო ცხელია ამაო ტანდა თავისავს ვამხედა გაცამხელია იგი მარჯვენა დაკაც იგი კვარა მიმჭელია დაჩლუნებულა დამდგარა შემოხევია გველია ჯოჯოხეთში ვარი ვიწვევი გაჩენი დღესავ წყევლია ასე ყოფილა მგოსანსა თუ მადლი გამოელია თუ მგოსაც მადლი გამოელია ჯოჯოხეთში ვარ ვიწვევიო ასია თემი ასია სოფელი და ასია ჩვენი ქვეყანა როცა ქვეყანას მადლია გამოლეული აი მაშინ ჩვენი ყოფა არის ის ჯოჯოხეთი ყოფა და ის მოწამული ხევა რომელიც მოწამული ხევაჩიაც მინდია თავის მეურვეს ეუბნება იგიბზავთ და იმას ხალია წააგებენ რა შეეხება მინდიას რატო დაემართა რაც ბატონი კობა საუბარდა მინდიას ის დაემართა და როგორი თითგომას გაიცის ფუჭია ჩემი სიოცხლე დღეს მჯობ შავი კლდის ლოდია თქვენგან ჭირს ჭირი უწამო უფას თქვენგანო ცოდია და მეც დღეს ხალეობითა ცოტა ნელაობითა დავიწყე თავიზე წმენათან მოვყობა მელაობითა თქვენ ახლა არ გეგონთ რომ ამას მე თქვენ მინდიას ათქვენის ვაჯაბშაველა მინდიას ადგილას უნდა წამოიდგოთ ყველამ ჩვენი თავი ყველამ დიდმა თუ პატარამ ერმა თუ ბერმა კაცმა თუ ქალმა დავიწყეთ ჩვენ წვენასთან მოპყობა მელაობითა და რა მოყვება აი ამ შედეგად ადამიანი სულიად კვდება იმიტომ რომ მისგან მადლი გადის და ამას გზნობს რატომ მაერდი არ გაქრა ჩემი ვარსკვლავი ცაშია იმად რომ წინამდებურა ცნება აღარ მაქვს თავშია ამნაირი ყოფას მერჩინა გავთავულიყავ მეხითა დაკარგოს ვეღარ მავხელავ ვერა რომელი ხერხითა ამგვარი მკვდარი დღეს მე ვარ
სვამკვდეს რა უჭით გნობითა არიან მოსვედებული გზნობითა რითიღა ვარგო ქვეყანას დავცალდი ცოცხლინთა ამიტის აღმონაცენი ჩემი სესხი და ვალია როგორღა პური შევჭამო როგორ დავლიო წყალია რას ქვია ვალი როგორ უნდა გადავიხადოთ ვაჟა შაველა ბოდის იხდის ყოველი ლუკმისთვის მაპატიეთო რომ სუგდებით ცოდვილიანიო და დღეს ადამიანები ვაჟა შაველას აქ უნიკალური ლექსი ხვაწვი კაცობაში დაწერილი დევების ქორწილი იქ ათქვენებს ერთ-ერთ ვარს ძმის ხოჭი როგორ ჭამო ყმავინმა გამოკიოდა ძმის ხოჭის ჭამა დევები მათაკერაძედნენ კაცის ხოჭის ჭამეო როცა შენ საკუდა სისხლს და ხორცს ძრამდე ატყავებ დიდდები მილიარდერი ხდები და ქვეყანას ნარკოტიკებით აღჭობ ათ ახალგაზრდა გებრალება ათ იმას ვიგოვა ამდენი სახლები და კორპუსები როა თბილისში და საქართველოში იყოს ერთი გარკვეული სიტი ქალაქი რომელ ქალაქშიც უბანს დაუთმობენ ახალგაზრდა გოგონებს და ვაჟებს გათხოვება კი და დაუჯახება კი და აგეს სამოთახეებინა ჩაიბარე გასაღები თუ შენ მარტო კათალიკოსის სამი შვილის მესამე შვილის ნაცვლობა რაც მწყინვალე იდეა იყო და მწყინვალე პროექტი იყო ვეღარა შვილის ქვეყანას ეს სხვა სიტუაცია ეხლა სახელმწიფო მიდგომა დაუჯახება კიდე ხო სახტებია გაგაჩნია 10 სესხს გაძლევ 10%-ს გაძლევ ბინაც ჩუქნი გეყოლები ერთი შვილი ორი შვილი დასილდები ოჯახს დაანტვე მაშინ გასაღები ჩაამბარე აი ესე ნელა ერი აღორძინება თუ ჩვენ არ გადავედით რეალურ ნაბიჯებზე თუ ჩვენ ახალგაზრდობას ხელი არ შევუწყეთ თუ ჩვენ სტუდენტობას დასაქმებას ხელი არ შევუწყეთ თუ იმ მთაში 1-2 რო წავიდა იქ ადოტია თუ ეს იგი ბლუა და იმას მივდეთ და ტელეეკრანებით არაფერს არ შეეჭ უნდა იყოს გარკვეული კანონი რომ როგორც დაარბიეს მთა და დაანგიეს და გადასადა ხალხი ისე დაუბრუნდეს როგორ შეიძლება ეს იგი ამდენი ახალგაზრდობა იღუპება ჩვენ ყველა მიცით მიზეზი ამას ქვია ზედოზირება და გული გაუჩე და ორი ადამიანი გადაცვლილი ნახეს მაგას ათონა მანამ სანამ არ აგზავნო ამის მოხმარებას როგორც იმ აზარტულ თამაშებს ქვეყანა ვერ დაწყნარდება არ შეიძლება ერთი მხრივ შენეფერებოდე და გიხავდეს წამატება სპორტსონების და მეორე მხრივ ახალგაზრდობა უკლები საქართველოს ყველა კუთხეში ამ მარიხუანით ნარკოტიკებით თავის იკლავდეს აქედან გამომდინარე არავის ხელისუფლების ორთავფართობონება ისიც გინდა და ისიც გინდა შეუძლებელია თუ კეთ გადაჩენა გედა მაშინ უნდა ცაცახა დაადგე ბატონო ბრძანა ისე ბრძანები ესე იგი მითში არის საოცარი ესეთი ანდრეზული ლექსები მოკლე თითოეული სტროფიანი და ასე შემდეგ და ერთი მათგანი ამბობს არა მარტო ერთი რამდენიმე მიანიშნებს რომ აი არის ესეთი ლექსი გუდა ნაგებენ ციხესა ბროლ მარილაისქვისასა ბროლ მარილაისქვისასა ეს არის ძალიან ისეთი მაღალი კატეგორიის ციხე ნუ ბროლის ქვით დაიმით ნაგები გალოდუდებენ ლიბოდუდებენ გალოსა 60 მხაჭეხლისასა ნუ ეს მისტიური მოვლენა და ომი იყო და რაღაც მოხდა და ააშენეს და საცავდეს ციხემ წლისგან და ბოლოში არის რომ კარად ფარს მიუყვდებენ მარიამულის ძისასა ესე იგი როცა ააშენეს ეს ქარიბატული ციხე მარიამულის ფარი მიუყვდეს მარიამულის ძის ეს მარიამულის ძე ნახსენებია შორეულ დროის პოეზიაში ვიღაც მაგარი გმირი დიდი მეომარი და ამისი ფარი მიაყვდეს კარად ეხლა მე რატო ვამბობ ამას იცით და ის მეორეც არის ამგვარი ლექსი რომ ბატონო მოდი ასე ორწუთში მორჩები და თქვენ დაამთავრეთ გენიალურად მეორე არ მინდა თქვენ დაამთავრეთ არაფერი არა მეორე არის რომ ბეთლემის კარზე კიდია ოჯახის ფარიო მაურის ომის წადი ხანახა ისინი ნაწლიანი რატო არის ეს იმიტომ რომ ქარიზმატული კოშკი უნდა დაიდგას ერში აი რასაც ამბობდი თუ ერი არ ააშენებ სტუდენტობისთვის გინდა თუ ერისთვის თუ არ ააშენებ წერალთა დიდ კოშკს არ დადგას თუ წერლობის კი არ ამბობ მარტო წერლობის ინტელექტუალური რიცოდნის ჩვენ გვჭირდება ის იმედას კოშკი ჟღდებით უმკლავები კიდე უნდა შეიცვალოს იმედას სხვა კოშკით რომელიც სიოცხლე ჩქერს ინტელექტუალური ცოდნის კოშკი აი ის რო იყო ტაძრები რო იყო და გელათის და იმეთი აკადემიები აი ამ ტიპის ცოდნის ტაძარი უნდა დაიდგას ახლა და დაიწყო ამეთი აშენება ერმა გესმით ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს საჭირო არის ესეთი ცოდნის ტაძარი რომელიც გადაარჩენს ქვეყანას აი სიყვარულის ტაძარი ცოდნის ცნობიერების გაღრმავების
ხო და ეს არის ვეფხისტყაოსანიც მეტი კი არაფერია შემოკარგო ვეფხისტყაოსანი გმირები ვეფხისტყაოსნის პერსონაჟები რისთვის იბრძვიან რა არის საერთოდ ვეფხისტყაოსანი რაღაცა ქვეიდეის მეგაიდეის მატარებელი მაგრამ სიყვარული და ერის ზნეობრივი გმირთა ბატონო კობა თქვენი ხალხიან ზნეობრივი ახსენეთ გმირთა ქაჯეთის ციხე აი იოსები რას ამბობს რომ ეგება დიდგორი ქაჯეთის ციხეს აგევინა და ამროსფერის გმირებსო რა შეუნება ავთანდი და რა შეუნება ფრიდონი ჩვენ შევატო ბაგიზე გავალო მეო თავიანთი ხელოვნებით უნდა დაღება ტარიეის პასუხი არის 2 სიტყვიანი 3 სიტყვიანი ესე მე დამსვრის მე ვიდგებოდა თქვენ გიყავთ ეხლა ციხე როგორ უნდა კიკენდობითო მაგრამ ჩემი მონაწილეობის გაიგე ადამიანი უნდა მონაწილე იყო აი ამ პროცესში და არა მარტო მაყურებელი მე სულ რაღაც 2 წუთში დავამთავრებ ჩემ სათქმეს მე ბატონი კობა დიდი ადამიანი ლამაზად გვირგვინ დაალგავს ყველაფერს არსებობს სხეპლი რატომაც ჭირავთ ჩვენ უფალს იმიტომ მისი გული მოიგოთ ის ქადა გულსართიანი ქადა არაფერსაც არ ანიშნავს ეს არის სიმბოლო რომ აი როგორც ქადა არის გულსართიანი აი ჩემი გულიც ეს არის მორთული სათნოებით წმენით სიყვარულით იმედი და ეს არის მისათნოებელი ეხლა ხდება ანტიმსხეპლი და როცა შეთანხმებული რომ დატომი გვართაზენათაო ჩვენი ზეციური ტომის გვართაზენას წარმოადგენლები ვართ ადამიანები და გადაგვარება ნიშნავს აი ამ ზეციური გვარის მოსპობას და უფლის შეწევნის გარეშე დარჩენას ამიტომ როცა საუბარია იმაზე რომ ახლა 2 დღე გადარჩა 1 დღე და ზეგუკე დეკემბერი ქისაშობა გვიახლოვდება და 1 დღე დარჩა გიორგობისთვის თუ დაკვირვები ხარ თქვენ წმინდა გიორგის ხენს კუდი აქვს გაკვანძული და კუდი იმიტომაა გაკვანძული რომ აი ყვება 104 წლის ადამიანი გომბორზე სოფელ კობაზაში ბეჭიც არაბული რომ როცა ადამიანს მოკლადან შემოკვდებოდა იქ თოკი გაიკვანძებოდა და აღქმაიდებოდა რომ ეს მტრობა დასწრებულია შერიგება ხდებოდა გაკვანძა ნიშნავს ყოველგვარი მტრობა დასწრებულია კითხვა მაშინ რა არის ის საიდან ჩუბი როკავია აი შუმერულად ის არის ნიშნავს სიოცხლეს და მუხლანშია ჩუბერ მუხლანში არსებობს შენი ტაძარი სადაც წმინდა გიორგის ის თავზიარი ციგნი სახარება ანუ ის არის ღვთის სიტყვა ღვთის ცნება შენ თუ ასე უკეთურ ძალას არ მიაშუქ ესიც აი და არ გადააქციე მიდგომ ასეთია გველაშაბეს მე მარტო მოკალი მოსვე დადგუნე გაანადგურე ლუხუმა გველი კუნრად აქცია აიგა მთელი საიდუმლო და მისტერია რომ როგორ უნდა შევდო ჩვენ საკუთარი მოყვასი ვაქციეთ მტრა და საკუთარი მტერი როგორ უნდა აქციო მოყვასად ამდენად აი მთაში არსებობს საოცარი დალოცვები თქვენაც იდიდებით ვასკრონოთ ისანო მოთანხმენო ღვთისანო და სტუმარ მასმინერო ერთ უთისანო თუ ჩვენ არა ვართ მოთანხმენი ადამიანები ღვთის და ყველა საკუთარი სათქმით მოდივათ აი ამ ქვეყანაზე მაშინ არც შეიძლება ამიტომ როცა საუბარია ძალის ხმევაზე ბატონი კობაროიძახეს რა გიშველისო ეს ძალის ხმევა რაც ერმა უნდა იხმიოს რამე თუ შენია სუფევა ძალა დიდება ეს არის ღვთის ძალი ის ცხენი რომელზეც ამხედრებულია წმინდა გიორგი არის ღვთის ძალის სიმბოლო იმ ძალის რომელიც ძალადაც ეს ვაჟაფშაველა გამარჯვეთ ჯვარი დახების ძალ შაახვეცეთ ღვთისაცა აი ეს ღვთის ძალია აი ეს ცხენი ამიტომ ეს იგი შეუნდა ღვთის ძალი ძლიო თუ ეს ძალი შეგწევს მაშინ ახლა ძლევა მოსილი თუ ეს ძალი არ შეგწევს მაშინ ადამიანი იტყვის რომ არ ძალვიც ისე უნდა ვიცხოვროთ რომ ღირსი ვიყოთ უბრის შეწენვის რომ ის ძალი შეგწეოდეს და ამ ომს რადგან ბახტიონი ქვია ბახტიონი ადამიანთელებული ბახტიონი გძებდება ვერ მოიგებთ თუ ჩვენ არ მოვიქეთით ისე როგორც ბახტიოს მიმავალი ლაშქარი ირჯება და პასუხად ესე გაოცებულები რატო გეხმარება წმინდა გიორგი ეკითხებიან გადაგ ჩვენ ხისნი არა ვართო უამს ლაშაიჯვას მის ხასო შავი ყავენთო უყარან თუ შავ ხესული დამდგარი ეცა პირზე და უთხრა პასუხად გადაგმავთ გამასაჯაის პირზე და თუ ჩვენ ერთ პირზე ადავდებით ზეციური ძალები ვერ შეგვეწევა და პოემის დასაწყისში რომ დღემ დაიხურა პირბადე და თემა დახუჭე თვავი და ქალი ქვითინებს მე უცბად ამ მოვლენების შემდეგ ხდება საოცარი რაღაცა რომ ცამ გადიბანა პირიდან მური ნაცხები ღრუბისა
გადაეფინა სამყაროს როცა კურთხევა უფლის რატო გადაეფინა? იმიტომ რომ ამ პირობაზე დამდგარი ორი გორიგორ ჩადიან, ოღონდ ჩვენ ჯაჭავთა სიკლის წადიან. თუ ადამიანმა თავი ვერ გამოიმეტე ქვეყნისთვის, მაშინ უფლის შეწენა არ მოვა. ბატონო კობა, დიდი მადლობა ჩემი თქვენ მომიწვიეთ დღეს და ვისაუბრეთ ამ წყირმაელ თემებზე. კიდევ ვისაუბრებ სხვა დროსაც და მერეც, ბევრი ეს თემები. შესანიშნავი იყო ბატონო ვაჟა თქვენი ასე ვთქვათ საუბარი, ძალიან მყოფილვარ და ძალიან მომწონს. დავასრულებ მეც ახლა პატარა იმით, იგივე ვაჟა როზერო ბრძანეთ. თქვენ გეცოდინებოთ ეს ეპიზოდი. ვაჟას გარდაეცვალა მეზობელი. და უთხრეთ შემოვიდნენ. გაჭირებული ოჯახი იყო და ტალავარი არაცია. ჩოხაზე რომ მიადგებიან, ხო? გესმის და ვაჟა იქნება გუშველოს, ვაჟა მოგწეს თასწრელი. ახლა ცოლს უთხრა ვაჟა მიეცი ჩემი თასწრელიო. ჩაიცასო ბაკონო. მეუღლე მუთხრა რომ მეტი რო არა გაქვს ვაჟაო. რა სიზამო ახლა ეს რომ მივცე. მე ცოცხალი ვარო. მე ცოცხალი ვარო და ის მკვდარი არაფერი ეშველებოდა მე რაღაცას ვიზამო. როგორია ჩემო ძმაო? უჩქნაებში. ეს არის აი ვაჟა 1000-ნაირად არის გენიალური. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ მისგან. ვაჟამ ეთქვა ისე ის რომ ბულბული მიფრენილა ჩარგალში. მისმა ქალიშვილმა ჩამატლერინა ეს თავის დროზე ჩემი სტუდენტობის დროს. მე ვიყავი 1-2 წელი მასთან გულხანთან და მითხრა რომ აქ ბულბული მოფრინდაო. გუგული თუ ბულბული? ბულბული. და აქ იშვიათად იცის ბულბულიო და ვაჟამ რომ დაინახა ისო გაუხარდა გაუკვირდაო და გალობდა ეს ჩიტუნაო. და ვაჟამ თქვა რომ ეხლა მაგას შეჭამენო კატებიო. ეგო შემოქმედიო თვალდახუჭული გალობს და ვერ დაინახავს კატარო მიუახლოვდებაო. და გაგზავნა კაცი სოფელში რომ კატები ჩაკეტეთ არ გამოუშვათ გარეთ. როგორია ერთად ჩემო რა. ესე იგი ეს მაგათ გამო სოფელთან კონფლიქტი მოუხდა. იცი? გაუკვირდათ რა კატები ჩავკეტოთ რა ბულბულ შეჭამეთ. გესმით? იყო გაუგებარი რამდენად ამის ის მოყოლა არ შემიძლია რომ მოყვე მეუფე ქრისტეფორე წამარეიძეს ყადა უწყინაში ვაჟი მეუფე ერემია რომელიც გადაიცვალა და ყובה ასეთ საოცრებას რომ ეთქე მე და ჩემი მოყოლ მიდივათო ლელა გზადო და კატომ გადაიბინაო და ეს სულწმენა რო აირო მოდის ხან გაია ცოტა ხანი იმანას ფეხი აეციაო და უცოტავში დამატყაო კაცო ის ხარო წავაო რა ქვია და შეეჩეხებაო თუ ის ნეგატიური რაღაცა ანუ წარუმატებლობა თუ დარკვევლება უნდა მანიცნიოს რატო უნდა გავწირო მოყოსი თუ ეს იგი მაინც აუცილებელი ეს მართლა ეცია და ეს უნდა დავიჯერო მაშინ ჯობიაო მე მივიღე დატყმაო და აი ეს არის აზო ახლა შენი მოყოსი უნდა გავწირო ეს არის ერთი სიტყვით მე რა მინდა ვთქვა დავასრულებ ამით ვიცხოვროთ ვაჟას მორალით ვაჟა-ფშაველას მორალით ვიცხოვროთ ვეფხისტყაოსნის მორალით ღვთისწყალობით და ღვთისნებით ეს ორი და საერთოდ უამრავი სხვაც მაგრამ ეს უზარმაზარი გენიალური მოვლენანი ქართულ მიწაზე ქართულ სამყაროში შექმნა უფალმა ეს წერალობა რო ქვია პოეზია რო ქვია და ასეთი სულიერი მოძრაობა რო ქვია ლიტერატურაში ხელოვნებაში მათ შექმნეს ეს და ვიცოდეთ ეს ვახსოვდეს ახალგაზრდობას მინდა უთხრა მე რომ ჩვენი ის რამდენად მოისმენენ უნდა რაღაცა უნდა მოისმენონ მათ თუ არაფერს არ მოისმენენ არაფერი არ გამოვა მათ უნდა უსურო და უთხრა რომ შევიდნენ უფლის ტაძარში ხანდახან სანთელია ანტონ სანთელი პატრიარქის აუღად მოხსენიებას დაანებონ თავი როგორ შეიძლება ახალგაზრდა კაცი ესენი რომ მოძრაობენ პატრიარქს ეთქვა ნუ არ არის პატრიარქი მართალი ეს არის ის არის როგორ შეიძლება ჩვენ უნდა გვჯეროდეს და ვიცოდეთ რომ ჩვენი პატრიარქი გვჯეროდეს კი არა ჩვენ ყავს უბრწყინვალესი და უგენიალური პატრიარქი მოძღვარი ეხლა ყავს ერთ მოძღვარი დიდი მაშინო თემებს და ისტორიებს ყავდა ჩვენ ცალკეულ თემებს ეხლა მთლიანი ერთ ყავს ერთადერთი მოძღვარი ეს გახლავთ პატრიარქი ჩვენი მოусმინოთ პატრიარქს ახალგაზრდა თაობამ და მათმა პედაგოგებმა ასწავლონ რომ პატრიარქს უნდა მოусმინონ რომ უნდა მოусმინონ ვაჟა-ფშაველას უნდა მოусმინონ შოთა რუსთაველს მათ პედაგოგებმა სკოლებში და ინსტიტუტებში და მთლიანად შესაძლებელი რო არის სისტემა და რომ არ ასწავლიან ბავშვებს არაფერს და რომ აი ახლა ბევრი რამე ისეთი ხდება უკუღმა შებრუნებული აი ამის გამო არის რომ ეს ახალგაზრდა თაობა ხლისტი თაობა ხიჩოკის შიდებით გამოსული ქუჩაში შესეული საკუთარ სახლებს ეზოებს როგორ ანგრევენ როგორ ამტრევენ აფუჭებენ ეს სხვა შეიძლება სადაც ნეობრივი სივრცე იყოს უფრო მათთვის გაწმენდილი და უფრო სიღრმეში იყვნენ ამას ხომ არ ჩაიგენდნენ
მოაწყე მიტინგი, მოაწყე დემონსტრაცია, ყველაფერი გააკეთე, მაგრამ ნუ გაახოჭებ შენ რაცა შენებულია შენ ქალაქში. რომელსაც რაღაც ენერგია ჭირდება, რაღაც დრო ჭირდება, რომ შექმნას, ხო? აზობას გიხდით, ძვებას ვაყურებე, რომ აუთ მოხევებს ასეთ სიტყვა გაგონგონჯებულაო. დღეს ერის სამწუხაროდ გაგონგონჯებულია, მაგრამ ძვება ჟამი რომ ზეც არ მიგატოვებს და გონს მოვიგებით. ამის იმედი რა გქონდეს სტუდიაში ვისხდებოდით. როდესაც უკეთესი დღეების იმედით, რა თქმა უნდა, ერთობის იმედით, რომ შეუძლებელია, რომ ზენაფხელი აიღოს ჩვენზე. ჩვენზეა დამოკიდებული ყოველივე. დიდი მადლობა გემაგები, დღის ბატონო გემშვიდობებით გაიგე. უკეთეს დროთა მოლოდინში ჩვენი წინათაობა აწერდა ხოლმე წიგნებს რომ ვაჩუქებდე. უკეთეს დროთა მოლოდინში და გამარჯვებით ბატონო კოპა, გამარჯვებით. კარგად იყავით, კარგად ვიყავთ და მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. იმედია რომ ღმერთი არ მივატოვებს, იმედია და ჩვენი ერი გავას გაიმარჯვებს.